Sanktsiები რომ იცოდეთ საერთოდ არ მაწუხებს ეს გიორგი გაბიტაშვილის კომენტარია, რომელიც ქართულ ოცნებას გენერალური პროკურატურიდან აუდიტის სამსახურში გადაყავს. მას 6 წელი ჰქონდა დარჩენილი ემუშავა საგამოძიებო უწყებაში ხელმძღვანელ პოზიციაზე. თუმცა ახლა ამტკიცებს, რომ გადაწყვეტილება თავად მიიღო. სალომე ლაბაძე გვერდდება პირდაპირ ეთერში. სალომე, გისმენთ. გიორგი გაბიტაშვილმა დღეს შეიძლება ითქვას, რომ ხანგრძლივი დუმილი დაარღვია, რადგან სანქციებზე, რომელიც მას დიდმა ბრიტანეთმა დაუწესა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, ვიდრე ჯერ კიდევ გენერალური პროკურორი იყო გიორგი გაბიტაშვილი, მას არაფერი უთქვამს. ირონიული კი ისაა, რომ ამ კომენტარის გაკეთება გაბიტაშვილს მოუწია მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ ის გენერალური პროკურორის თანამდებობიდან მოხსნა, არა სწორედ ამ პოსტიდან ქართული ოცნების ინტერესების შესაბამისად მოქმედება დაუჯდა გაბიტაშვილს სანქციების ფასად. თავად გაბიტაშვილი კი გვიმტკიცებს, რომ თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილება მან თავად მიიღო, თუმცა ეს საეჭვოდ თუნდაც მხოლოდ იმის გათვალისწინებითაა, რომ გენერალურ პროკურორად გიორგი გაბიტაშვილმა მხოლოდ 10 თვეს იმუშავა, მას კიდევ 6 წელს შეეძლო ამ პოსტზე დარჩენა და აქვე ვთქვათ ისიც, რომ მისი კარიერა ძირითადად სწორედ საგამოძიებო სისტემას უკავშირდება, თუმცა ახლა გაბიტაშვილს მოუწევს, რომ უკვე გენერალური აუდიტორის სტატუსით გააგრძელოს საქმიანობა. სხვათა შორის ვთქვათ ისიც, რომ გიორგი გაბიტაშვილს მხოლოდ დიდი ბრიტანეთიდან არ დაუწესდა სანქციები, მან სანქციები მიიღო ევროპის სხვა ქვეყნებიდანაც, თუმცა დიდი ბრიტანეთის შემთხვევაში საქმე განსაკუთრებით მძიმე სანქციებთან გვაქვს, რადგან ეს გულისხმობს როგორც სამოგზაურო შეზღუდვას, ასევე ფინანსური აქტივების გაყიდვას. ამ ნაწილში გიორგი გაბიტაშვილი აკონკრეტებს იმასაც, რომ სანქციები მისი ოჯახის წევრებზე არ გავრცელებულა. კიდევ 6 წელი ჰქონდა ამ თანამდებობაზე მუშაობისთვის. გენერალურ პროკურორად მუშაობა შეგეძლოთ კიდევ 6 წლის განმავლობაში. მაგრამ მივიღე გადაწყვეტილება, რომ გამეგრძელებინა საქმიანობა პარლამენტის მხარდაჭერის შემთხვევაში გენერალური თქვენი გადაწყვეტილებაა თუ ქართული ოცნების? ეს არის გუნდის გადაწყვეტილება. სანქციებად დაგიჯდათ ამ თანამდებობიდან ქართული ოცნების მსახურება, ბატონო გიორგი. თქვენი ოჯახის წევრების დასანქცია დიდმა ბრიტანეთმა თუ არა? არა. საერთოდ არ მოწოდებს ეს სანქციების სიმოქმედება. იმისთვის, რომ გიორგი გაბიტაშვილი გენერალურ აუდიტორად გადაიყვანა ამ პოსტიდან ქართულმა ოცნებამ, მანამდე მისი რჩეული ცოტნე ყავლაშვილი გაათავისუფლა და ის ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დააბრუნა, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება ქართულმა ოცნებამ და რატომ გაათავისუფლა დროზე ადრე დაკავებული თანამდებობიდან გიორგი გაბიტაშვილი. სწორედ ამ შეკითხვით მიმართეთ დღეს ჩვენ ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლებს, რომლებიც გვიმტკიცებენ, რომ მათთვის პრიორიტეტი ახლა არის კორუფციასთან ბრძოლა, რაშიც გადამწყვეტი ფუნქციის შესრულება ევალება სწორედ გენერალურ აუდიტორს და როგორც გვიმტკიცებენ, სწორედ სანქცირებული გიორგი გაბიტაშვილი ეიმედებათ მათ ამ თანამდებობაზე ყველაზე მეტად, ამიტომ მოსალოდნელია, რომ ქართული ოცნება დღეს გიორგი გაბიტაშვილს ერთხმად დაუჭერს მხარს და მას დაამტკიცებს გენერალური აუდიტორის პოსტზე. ძალიან ბევრი როტაცია არის ზოგადად სხვადასხვა სტრუქტურებში ასე შემდეგ. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა გათვლილი არის იმაზე, რომ კიდევ უფრო ეფექტურად იმუშაოს ჩვენმა სახელმწიფო ინსტიტუტებმა, რომელსაც ეფექტურობა ნამდვილად არ აკლია, მით უმეტეს 4-5 წელი იყო ამ ყველაფრის რა თქმა უნდა ტესტი და შესაბამისად ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ არა დღეს რაღაცა კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე, არამედ უკვე როდესაც ამ გადაწყვეტილების შედეგი დადგება. არანაკლებ საპასუხისმგებლო სამსახურში გადავიდა, მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, ასე რომ არანაირი დაქვეითება რა, ეს არის როტაცია. გადაწყვეტილება ვინ მიიღო, ახლა ამას მე ვერ გეტყვით, რა თქმა უნდა, ეს თვითონ მიიღო ამის გადაწყვეტილება თუ რა, მე ეს არ ვიცი, მე ამის საკითხში არ ვარ. ბატონო, სანქციებად დაუჯდა მას ამ პოსტიდან ქართული ოცნების ინტერესების შესაბამისად მოქმედება. დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირა გიორგი გაბიტაშვილი. სანქციებს დავანებოთ, იმდენად აბსურდული ეს სანქციებზე საუბარი, რომ ამაზე დავანებოთ სანქციებს თავი. არის ქვეყანას აქვს თავის მიმართულება და ქვეყანა წვეთის შიგნით გადაადგილებას, გადმოადგილებას და ვინც რომელ სამსახურში უნდა იმუშაოს. იმდენად ორმაგი სტანდარტები ხდება ასეთი დასანქცირება და იცით თქვენ. მაგრამ მუშაობს, ხო ბატონო? არაფერს არ მუშაობს. როგორც მოისმინეთ, ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ სანქციებს არაფერი აქვს საერთო იმ გადაწყვეტილებასთან, რომელიც სავარაუდოდ სწორედ ქართულმა ოცნებამ მიიღო და რომლის მიხედვითაც გიორგი გაბიტაშვილს გენერალური პროკურორის თანამდებობის დატოვებამ მოუწია. თუმცა აქ უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ძირითადად სწორედ სანქცირებულ პირებს უკავშირდება ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც ქართულმა ოცნებამ ბოლო პერიოდში მიიღო, გულისხმობს საკადრო ცვლილებებს, რომლებსაც პარტია ძირითადად ახორციელებს სწორედ ძალოვან სტრუქტურებში. გიორგი გაბიტაშვილს კი ქართულმა ოცნებამ უკვე მოусმინა საფინანსო კომიტეტზე, სადაც ცხადია არ დასმულა არც ერთი კრიტიკული შეკითხვა მისი მისამართით, სავარაუდოდ ასე იქნება სესიაზე, სადაც გიორგი გაბიტაშვილის მოსმენა უკვე რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს.